როგორ დაგავიწყდეთ. ჩვენი დღევანდელი ვიდეო სპონსორია Anime Shopping-ი. Online მაღაზია, სადაც შეგხვდება ძალიან მრავალფეროვანი ნივთები, anime სტილის აქსესუარები და არა მარტო. სწორედ მათი დახმარებით გავათამაშე 3000 გამომწერზე აკაცუკის მოსასხამი და გამაიწერეთ ამ კაი ხალხის პეიჯები, რომ გავაგზელო კიდე ასეთი კაი რაღაცების გაკეთება. თორე ამათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებ. მოკლედ აუცილებლად გადადით დაათვალიერეთ და თუ მოგინდებათ რაიმე სყიდვა დაუკავშირდით მათ online მიტანის სერვისით საკმაოდ სწრაფი აქვთ. ახლა კი დავბრუნდეთ მმძაღლ ვიდეოზე. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არხი გალაქტუსია. რადგან ამ ბოლო დროს Demon Slayer-ზე ვიდეოებს უფრო მეტი ნახვები აქვს ხოლმე ვიდრე სხვა დანარჩენებზე, ამიტომ გადავწყვიტე დღეს თქვენთვის შევმეთავაზებინა სწორედ ამ ანიმე სამყაროს შესახებ ვიდეო. დღეს გვექნება Upper Moon-ების რანკინგი. ანუ შევაფასებთ ყველა ზედა მთვარის ძიმონს ანიმედან და მანგიდან. ამიტომ როგორც ყოველთვის ვიდეო შეიცავს სპოილერებს და ფრთხილად იყავით. შესაბამისად დღევანდელი ვიდეო არ იქნება top 10, არამედ top 9 დემონი. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მილაიქება და არხის გამოწერაც. ამ ანიმეზე ვიდეოები თუ ისევ ბევრ ლაიქს მოაგროვებენ, მაშინ კიდევ გადავიღებ რამდენიმე მმძაღლ ვიდეოს. ახლა კი შევუდგეთ საქმეს. მეცხრე ადგილი და უსუსტესი Upper Rank დემონი არის ტრაკი. ეს გოგო შეგვიძლია ცალკეულად არის კი ჩავთვალოთ Upper Rank დემონად, რადგან ის ამ ადგილს თავის მძღრენის მსგავს ძმა გიუტარუსთან ერთად იკავებს. მაგრამ რადგან ორნი არიან, მაინც ცალ-ცალკე გადავწყვიტე მათი განხილვა. და კი ერთ დროს ულამაზესი ბავშვი იყო სახელად უმე. ისე არ ვიცი ამისი ძმა ბავშვობიდანვე ესე ეშმაკის ყვირის სიფათით რატო გადაადგილდებოდა ასეთი ლამაზი დის ყოლის მიუხედავად, მაგრამ კაი გავაგზავნოთ. მოკლედ ის და თავისი ძმა დომამ გადააქცია დემონებად, რის შედეგადაც ორივე მათგანი ძალიან განვითარდა ძალის მხრივ. და კი როგორც ვიცით, იყო Upper Moon მე-6 და ძალიან ძლიერი ძღრენმონი. მან შეძლო ჯამში 7 ჰაშირას მოკლა და შეჭმა. და კი ძირითადი ძალა მდგომარეობდა ერთგვარ ქამარში, რომელსაც ძალიან თესრად იყენებდა და ნებისმიერ სტილის ბრძოლაში. ტანჯიროსთან შეხვედრამდე დაკის ეს ქამარი მთელს galaxy-ში ჰქონდა გაწელილი, რითიც აკონტროლებდა ადგილებს და ინახავდა ხალხს, მაგრამ ტანჯიროსთან ბრძოლისას მან სრული ძალის გამოყენება სცადა, რამაც უდიდესი სიჩქარე და ძალაც მისცა მას. მაინც კი მოეჭიმა საბოლოოდ, მაგრამ მთავარი ხომ ცდა. ასევე ვიხილეთ, რომ როგორც ყველა დემონს დაკისაც ჰქონდა უსწრაფესი რეგენერაციის უნარი. ასევე ჰქონდა უდიდესი ძალა, რაც ზენისუზე მიკუებისას გამოჩნდა. მან უბრალო ხელის შეხებით ორი ოთახის სახით ახოხიალა საწყალი ჟღნინტიანი ბიჭი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავატრაკო, დაკი ჰაშირას დონეს დაიკავებს. Upper Moon-ის დონეს ჯერჯერობით ვერ მივცემ, რადგან ისედაც ყველაზე სუსტი Upper Moon-ია და თან როგორც ვიცით, მარტო არცაა ამ პოზიციაზე. დაკი, მასუნინე, შენი ტრაკი, როგორ ახარ გენათალი? უკვე 7 ჰაშირა შევჭამე ძიამუზან. ხოდა მოდი და აგერ მერვისაც გაჭმევ. აბა გააღებირი ლამაზო. მერვე ადგილს დაიკავებს ცოტა ხნის წინ ხსენებული გიუტარო. ეს ბიჭი როგორც უკვე თქვი არის დაკის ძმა და მასთან ერთად ikავებს Upper Moon 6-ის რანგს. როგორც ვნახეთ, გიუტარო დაკისთან შედარებით ძლიერი იყო და უკეთესადაც გაუკაჩა ტენგენსა და ტანჯიროს. დაამარცხებდა კიდევაც მათ, რომ არა თავისი ქედმაღლობა, როგორც მტყნელკაცი მუზანი იტყოდა. გიუტაროს კუჩში ყავს გადაკურკლული 15 ჰაშირა, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა და მარტო ამითაც დემონი ძალიან ძლიერდება. რაც შეეხება მის დემონურ სისხლის ხელოვნებას, ეს იყო საკმაოდ ძლიერი ბრძოლის ტაქტიკა, რაშიც გიუტარო იყენებდა უშუალოდ თავის სისხლს. სისხლი კი არ ელეოდა უსწრაფესი რეგენერაციული აბილიტიების ხარჯზე. საკუთარ სისხლს ხან ჭრილობებიდან უშვებდა, ხანაც ანალური ხვრელიდან, მაგრამ თავი ის იყო, რაც ქმნიდა ამ სისხლით. ძალიან ბასრი ნამგლები, რომლებიც უსწრაფესად გადაადგილდებოდნენ ჰაერში და მიზნამდეც მალევე აღწევდნენ. ტენგენსაც კი ძალიან გაუჭირდა მათ სისწრაფესთან გამკლავება მიუხედავად თავისი სხარტი შლანგისა. ასევე გიუტარო იყენებს შხამს, რომელიც უმალვე კლავს ადამიანს, რომელშიც შეეწუწება ის. დაკის და გიუტაროს ასევე აქვთ უნიკალური აბილიტი, რომ მათ თავის მოჭრას აზრი არ აქვს. სანამ ორივეს ერთდროულად არ გააგდებინებ ბაშკას, მანამდე ყლებაზარია რა მოკლედ. ამიტომაც გაუჭირდათ მათი დამარცხება ასე ძალიან ტანჯიროს, ტენგენს, ინოსუკესა და ზენიცუს. მოკლედ ჰაშირას დონეზეა გიუტაროს, თლად მტყნელკაცა Upper Moon-ის სოლოზე ვაინც ვერაა რა. აი შემდეგი პერსონაჟისგან განსხვავებით, რომელსაც ცოტა ხანში განვიხილავ. კიდევ ერთი მე-6 Upper Moon, რომელიც წინებისგან განსხვავებით მარტო ikავებს ამ ადგილს, არის ერთ დროს Demon Slayer-ი და ელვის ჰაშირა ჯიგორო დამჭკან ყვერას მოსწავლეს სახელად კაიგაკუ. ცოტა ხნის შემდეგ კი კოკუში ბოსი არ იყოს დემონად გადაქცეული მონადირე. თანაც ისიც არ არის შემთხვევითი, რომ კიდევ ერთ Slayer-ს თვითონ კოკუშიბო გადააქცევს დემონად. ჰაშირების ვარჯიშის არკაში კაიგაკუ მისდა საუბედუროდ გადაეყარა დედის მფატრავ კოკუშიბოს, რომლის ძალები კაიგაკუსთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომაც დაუჩოქა მას და სთხოვა, რომ მიეცა მისთვის
ეს არა რეალური ძალა. კოკუშიბომაც გადააქცია ეს შავყვერა ბიჭი დემონად და მანაც იმდენი ადამიანის შეჭმა მოახერხა, რომ მეექვსე აფერმონიც მალევე გახდა. ამ ანიმეს მანგაში შემთხვევითი არაფერია და შესაბამისად არც ის იყო, რომ კაიგაკუს ბრძოლა სწორედ საკუთარ მთავარ ოპონენტ ზენიცუსთან მოუწია. ზენიცუმ კი ბოლოს კენთაუისი შექმნილი ტექნიკით ჩაუდო ბაბასირი პირში. მაგრამ ამ ბრძოლაში თვითონ კაიგაკუმაც სერიოზული აბილიტიები გამოავლინა. დემონური სისხლის ხელოვნება კაიგაკუს თავისი სუნთქვის სტილის შესაბამისი ჰქონდა. იყენებდა საკმაოდ ძლიერ ელექტროკინეს, რაც გამოხატული იყო შავი ელვის წარმოქმნის შესაძლებლობაში. რა ეპიკობა ამის ამატერასუ დედამოს. მოკლედ როგორც იუში რომ თქვა, კაიგაკუს საკუთარი ძალები ბოლომდე რომ ხონოდა დამოღამებული, ზენიცუს ძალიან მარტივად მოკრავდა, რადგან როგორც ვიცით, სრული კონცენტრაციის სუნთქვის გამო პერსონაჟებს მუზანის ბევრი სისხლის ატანა შეუძლიათ. ამიტომაც გაძლიერდა კაიგაკუ ასე სწრაფად ძალიან მოკლე დროში. მოკლედ ეს ყვირენა ბიჭიკო უკვე დაიკავებს აფერმუნის ლეველს. მეექვსე ადგილზე გავიდა თვალებ პირცხვირ შუბლყვერ რავი ამის ანომალია მამაც წავკუზე კაროჩე რა. გიოკო, ანუ მეხუთე აფერმუნი, რომელიც მანგას მიხედვით ჰანტენგუსთან ერთად იყო ერთ-ერთი არკის მთავარი ანტაგონისტი. გიოკოს გააჩნია ალბათ ყველაზე უცნაური ტექნიკები ყველა აფერმუნ დემონს შორის. რამდენიმე უძლიერესი აბილიტი ვიხილეთ, რომელიც მტყნელკაცად თუ ქოთანა გიოკომ გამოიყენა. მაგრამ სანამ უშუალოდ ტექნიკებზე გადავალ, ვიტყვი რომ გიოკოს დემონური სისხლის ხელოვნება არის სრულად ვაზებსა და თევზებზე დამოკიდებული. მას შეუძლია უამრავი ვაზის გაჩენა, სადაც უნდა იქ, შემდგომ კი რომელშიც უნდა იქ ქრება ჩდება, ტყნაურობს და არის რა ასე კაროჩი. ეს ტელეპორტაციის უნარი ეხმარება გადაადგილებაში და აბილიტიების აცელაში, რადგან მას არ აქვს ფეხები, რომ ეს გააკეთოს. რამდენიმე ტექნიკით მას შეუძლია ქოთნებში მოწინააღმდეგეთა ჩაკეტვა და მათგან ლობიოს დამზადებაც. მაგალითად, წყლის საპყრობილის ქოთანი, აბილიტი, რომლითაც გიოკო მioichiro წყალში გამოამწყვდია და შეუზღუდა აბილიტიების გამოყენება. ასევე შეეძლო გამოეყენებინა 8 ფეხის ტექნიკაც, რაც ქოთნებიდან 8 ფეხის საცეცებს უშვებდა და პირდაპირ აბამდა მოწინააღმდეგეს ისე, რომ მას მოძრაობა არც კი შეეძლო. ყველაზე ძლიერი ტექნიკა და ფორმა კი გიოკოს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი რამე გადააქციოს თევზად სრაზუ, ერთი შეხებისას. ასევე ამ ფორმაში გამოიყენა 10,000 თევზის ტექნიკა, რომელსაც ძალიან ბევრი საერთოდ ვერც კი გაუძლებდა. ეს თევზები დაჟე მოჭიმვის მერე საყუარებიდან ტრაწის მაგვარ სითხეს უშვებდნენ, რომელიც შეხებისთანავე მომაკვდინებრად წამლავდა ნებისმიერს. მოკლედ ბატონი უფეხო სპეგმა დაიკავებს მეექვსე ადგილსა და ისევ აფერმუნის ლეველს. მეხუთე ადგილს დაიკავებს ნაკიმე. ეს პერსონაჟი უკვე ანიმეშიც არის გამოჩენილი, მაგრამ ჯერჯერობით არ იკავებს 12 კიზუკის შორის ადგილს. რადგან არიან მისი შემცვლელები, მაგრამ ანიმეში ჰანტენგუს მოჭიმვის შემდეგ სწორედ ის დაიკავებს მეოთხე აფერმუნის ადგილს. ჰანტენგუს კი ცოტა შემდეგ მიმოვიხილავ. თავიდან ანიმეში ეს ციკლოპ მოტყნული გოგო უბრალოდ დემონების გამოსაძახებლად გამოიყენებოდა მაიკლ ჯექსონის მიერ. წარსულში ეს უბრალო გოგონა ქმრის ნაბოზრულმა ქმედებამ გააბორა და რის გამოც ჩაქუჩით მოსტყნა ნაკიმე მიის. ამის შემდეგ კი მან შესანიშნავად დაუკრა კონცერტზე. რის შემდეგაც დაამკვიდრა ეს ტრადიცია კონცერტამდე კაცის მოტყნის. ერთხელაც ნაკიმე მუზანის მოკვლას სცადა, რის გამოც მუზანს ძალიან მოეწონა ის და ძიმონადაც გადააქცია იქვე. მანგაში ნაკიმემ შეძლო დემონსტრირებებზე დაკვირვება თავისი საკუარში შემხედავი თვალით და ამის ხარჯზე შეძლო თავისი ყვერანა ინსტრუმენტის დაკვირით მონადირეების უსასრულო სასახლეში გადმოტელეპორტირება და მუზანისგან მათი მოცილება. პირველად მას ობანაი და მიცური ნახავენ, მაგრამ ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ ნაკიმეს ამ სასახლის კონტროლის გამო. მოკლედ ნაკიმეს ჰქონდა ძალიან ძლიერი აბილიტიები საბრძოლველად, მაგრამ საბოლოოდ იუშიროსთან ერთად ობანაიმ და მიცურიმ მოახერხეს მისი შეპყრობა და იუშირო ის მუზანის წინააღმდეგაც კი გამოიყენებს. რის გამოც მუზანს საკუთარი ბოლო გადარჩენილი აფერანგ დემონის თავის გახედქვა მოუწევს. ასე რომ არ იქნა ნაკიმეს ხედვას იუშირო გამოიყენებდა მუზანის საზიანოდ და მოსყნავდნენ კიდევაც მას დედალი ვირივით. ნაკიმეს შეეძლო ასევე საკუთარი თვალების სხვადასხვა ადგილს დატოვება და დაკვირვება. მოკლედ არაერთი თესლი აბილიტი ჰქონდა მუზანის დასახმარებლად, მაგრამ მაინც რაის იაპონური გიტარა ამომისვით დუმდულაში. მაგრამ აფერმუნის ლეველს მაინც მარტივად დაიკავებს ეს ადამიანი. მეოთხე ადგილზე ყავს ნაკიმეს წინა მეოთხე აფერმუნი ჰენტაი. კი არა და ჰანტენგუ. ის იყო გიოკოს პარტნიორი ანტაგონისტის შესაბამის მანგას არქში. მოკლედ ეს დემონი რეალურად ერთი ტიპი არცაა. ძალიან ბევრი ფორმა ვიხილეთ მანგაში მისი. ანუ ერთს რომ მოკრავდნენ ორი ყვერი ამოდიოდა და ეგრე გრძელდებოდა კაი ხანი რა. აქედან გამომდინარე გასაკვირი არც ისაა ალბათ რომ ჰანტენგუმ გამოავლინა ძალიან მრავალფეროვანი შეტევის სტრატეგიები და ტექნიკები. მოკლედ ჰანტენგუს ძირითადი ძალა მდგომარეობს ემოციის მეშვეობით აღზევებაში. მისი ეს კლონები, რომლებიც წეღანას ვახსენე, არიან რაღაც კონკრეტული ემოციის მიხედვით წარმოქმნილი. თანაც აღსანიშნავია რომ ეს კლონები იქამდე არიან უკვდავი, სანამ ძირითადი სხეული არ მოკვდება. ამიტომ ჰანტენგუსთან აძინაძიზე ჭუჭუს ქნევა ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი საქმეცაა. თითოეულ კლონს აქვს სხვადასხვა ძალა, მაგალითად სუკიდოს აქვს ელვის გამოყენების შესაძლებლობა, კარაკოს აქვს ჰაერის ტექნიკები, ერთი მარაოს მოქრევით შეუძლია პროჩი ჰაერი ისე დაგიბეროს, ნასოსივით გაგვეროს და გაგხეთქოს მერე. აიზეცუს შეუძლია შორიდან შუბის მსგავსი შეტევების განხორციელება. უბროგის აქვს ხმის ტალღების უძლიერესი დონე, რომელიც ტანჯიროს ცხვირიდან, ყურიდან
და პროჭიდან სისხლდენას დააწყებინებს. ზოჰაკუტენი გაშიშასი არ იყოს იყენებს ხის ტექნიკებს. ოღონდ ეხლა მთლად იმის დონეზე იასნია ვერა. ურამის კი ზომაში ძალიან გაზრდის უნარი აქვს, რაც ჰანტენგუსთვის გადარჩენის ბოლო იმედი იყო, რადგან ის ურამის გულში იმალებოდა თავის დასაცავად. მოკლედ გვიყოს ამ გამოქლიოვებულის კლონებზე საუბარი, მივცეთ მას დამსახურებული მეოთხე ადგილი აფერმუნის დონე და გადავიდეთ აკაზას შეფასებაზე. აკაზა უკვე ანიმეშიც ვიხილეთ მატარებლის არკაში, სადაც თითქოს ამ მისიის კარგად დასრულების შემდეგ გაეჩითა ნინძურად და შიშველი ხელებით მოახერხა ერთ-ერთი უძლიერესი ხაშირა რენგოკუს კუჭნაწლავში გაჟიმვა და მოკლა. ერთ დროს ადამიანის სახელად ჰაკუჯი, რომელიც საბრძოლო ტექნიკებს ამოღამებდა საკუთარ მასწავლებელი კეიზოსთან ერთად, ამიტომაცაა ახლა ერთ-ერთი უთესლესი ხელჩართული მებრძოლი ბატონი ტყნაკაზა. ტიპი ბავშვობიდანვე იმდენად ძლიერი იყო, რომ 18 წლის ასაკში მოახერხა შიშველი ხელებით 67 მოფარიკავის დიდების დატყვნა. ეს ყველაფერი იქამდე სანამ ტიპი დემონი გახდებოდა. ამ ფაქტმა თვით მაიკლ ჯექსონიც კი გამასირებამდე მიიყვანა. აკაზას ძირითადი ძალა გამომდინარეობს ბავშვობაში ნასწავლი ბრძოლის ტექნიკა სორიოს სტილისგან, რომლის მიხედვითაც ჩამოაყალიბა აკაზამ დემონური სისხლის ხელოვნება სახელად დესტრუქციული სიკვდილი. აკაზა დარტყმების მომენტში უშვებს შოკურ ტალღებს, რაც უდიდეს ზარას მატებს მის შეტევას და დედმამას უთხრავს ნებისმიერ ტიპის მოწინააღმდეგეს. გარდა ძალისა, ეს შოკვეივები აკაზას დარტყმებს მატებს რეინჯსაც, რაც შიშველი ხელებით მებრძოლი ტიპისთვის შეიძლება სიზუსტეს წარმოადგენს. მაგრამ აკაზასთვის ასე არაა. მისი უდიდესი სიჩქარე და რეგენერაციის უსწრაფესი შესაძლებლობა აბალანსებს იმ ფაქტს, რომ აკაზა არ იყენებს რაიმე იარაღს თავისი პენისის გარდა. მოკლედ აფერმუნს 3 ბატონი აკაზა დაიკავებს მესამე ადგილსა და ვიდეოში პირველ ლეგენდის დონეს. მეორე ადგილს კი აფერ რანკ 2 დომა დაიკავებს. 100-ზე მეტი წლის წინ დომა იყო აფერ რანკ 6 ძიმონი. სწორედ ამ დროს გადააქცია მან გიუტარო და დაკი დემონებად. დომას აქვს თავისი კულტი შექმნილი. ესენი არიან ტიპები, რომლებიც დომას დონდრომას უწოვენ და არიან ასე რა. რაღაც ხნის გასვლის შემდეგ სწორედ ამ კულტთან ერთად დაარბია დომამ ინოსუკეს ოჯახი და ყველა მოკლა კიდევაც ერთი ინოსუკეს გადარჩენა მოახერხა დედამისმა. მოკლედ ამ პერსონაჟის უშუალო ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, რადგან აი უშველებელი ისტორია აქვს ჩემი შამბლი პიტოსავით. ისე თუ გინდათ რომ დომაზე სოლო ვიდეო გავაკეთო, მიარტყით აბა 1 ლაიქს და 500-ზე აუცილებლად შემოგთავაზებთ. მოკლედ დომას მეორე უმაღლესი რანკი თანაც არც თუ ისე ცოტა დროში უკვე მიუთითებს მის ძალაზე. მან თანაც უმარტივესად მოახერხა შინობუს დამარცხება და კანაესა და ინოსუკესაც მარტივად უკაჩავდა ბრძოლაში. დაჟე თავისი თქმით, აკაზას საერთოდ შანსიც კი არ აქვს მასთან გამარჯვებისა და ასეცაა. ამ ორ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა ძალებით რა. დომას აქვს კრიოკინეზის დემონური სისხლის ხელოვნება, ანუ მას შეუძლია ყინულის გენერირება საკუთარი სისხლისა და ხორცისგან. შეიძლება ეს უძლიერესი აბილიტი იდეურად მიანიშნებდეს იმ ფაქტზეც, რომ დომა არის ყინულივით ცივი და უემოციო ადამიანი. მას არ გააჩნია არანაირი ადამიანური ემოცია, რასაც ის თავისივე სასარგებლოდ იყენებს და უბრალოდ უემოციოდ ჭამს ყველას და ყველაფერს. სისწრაფით მან შეძლო ერთ-ერთი უსწრაფესი ხაშირას შინობუს თვალის დახამხამებაში გამოფატვრა, რაც მიგვანიშნებს, რომ ის აკაზაზე სწრაფადაც შეიძლება ჩაითვალოს. აკაზაკის სისწრაფეში დემოსლეირ მარკის მქონე ტომიოკა გიუს უკაჩავდა, ამიტომ დომა რავი სასწაულია რა უბრალოდ. მოკლედ ბევრს აღარ გავაგზავნებ და ლეგენდის დონეს მივცემ ამ პერსონაჟსაც. სანამ უძლიერეს აფერმუნ დემონს განვიხილავდე, მოდით შევფანდურდეთ მიმეფშიდან ყველაზე მეტი რეაქცია საკმაოდ ლოგიკურად მოაგროვა გიორგი ანთიას მიმმა, სადაც ფიქრობს თუ როგორ აჯობოს ცოტნეს რეაქციების რაოდენობაში. აწი შეგიძლია აღარც იფიქრო ძმაო, კი აჯობე, ამიტომ კარგი მიმიც იყო და შეგახსენებთ, რომ მიმები უნდა გამოუშვათ Facebook-ის ჯგუფ ჩიტაური არმიაში, რომლის ლინკიც ამ ვიდეოს აღწერაში იქნება. ჩემი ფავორიტი მიმი კი იყო მთელი მსოფლიოს რეალობა, სადაც გოგოები არიან ნაჩვენები Instagram-ზე. სულო წიფელისგან გაკეთებული ფიცრები იყვნენ, ხერხემალს ამოიგდებენ და თავისი ფუღუროსგან ისე ტრაქს გამოიყვანენ, კარდაშიანებს ეშურდებათ. მოუტყან. მოკლედ მეტი ასეთი სტილის მიმები გამოვუშვით ხოლმე. უმეტესად როგორც ხედავთ, თქვენ გაკეთებულ მიმებს ვახვედრებ ვიდეოში და არა რაღაც მოპარულ მიმებს. აბა თქვენ იცით. და ნუ უძლიერესი აფერანგ დემონი არის თვით ღმერთკაცი, იორიჩის ტყუპისცალი ძმა, ერთ დროს საკმაოდ ძლიერი დემონსლეიერი ძმასთან ერთად და ახლა უძლიერესი დემონი მუზანის შემდეგ კოკუშიბო. მოკლედ რომ თქვათ, კოკუშიბო არის დემონი, რომელიც მარტივად უმკლავდება მინიმუმ 2 ჰაშირას ერთდროულად. ასევე მას შეუძლია არა მარტო სრული კონცენტრაციის სუნთქვის გამოყენება, არამედ აქვს სახეზე დემონსლეიერის ნიშანი, რაც კიდევ უფრო ფანჩრის მწუწვნელს ხდის ისედაც ამ 6 თვალა ყვერს. გარდა ამ ყველაფრისა, კოკუშიბო არის სადღაც 9,000 წლეულის ასაკის და აქვს უდიდესი გამოცდილება ყველანაირ ბრძოლაში. ასევე მას აქვს ყველაზე დიდი კონცენტრაციით მიღებული მაიკლ ჯექსონის სისხლი. კაროჩე ყველაფერი აქვს, რაც დემონსლეიერში პერსონაჟს შეიძლება ჰქონდეს, ძალების მხრივ რა. დემონსლეიერის ნიშნის გამო კოკუშიბო მუდმივად ხედავს ადამიანების შინაგან სამყაროს, ამიტომ მას ერთი შეხედვით შეუძლია მიხვდეს თუ ვინაა ხოძე, ვინ აკაჩავებს მარჯვენით და ვინ არა რა. ასევე როგორც ყოფილ დემონსლეიერს, კოკუშიბოს აქვს თვარის სუნთქვის ტექნიკები, მაგალითად თვარის ბასრი ხმლების წარმოქმნის უნარი.
ეს მთვარის ფორმები ურთულესია ასაცილად, რადგან ისინი მუდმივად იცვლიან ფორმას, სიჩქარესა და ზომას. გარდა ამ ბლეიდებისა, ტიპს გააჩნია ჯამში მთვარის სუნთქვის 16 ფორმა და ყველას დიდის მტკნელ დონეზე იყენებს. მოკლედ, რა ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა ამ ტიპზე. ისე შეიძლება მისი სოლოზე განხილვაც. ოღონდ ნაწილობრივ უკვე იორიჩის ვიდეოშიც მიმოვიხილე და აი ბოლო ბრძოლები მაინც შეიძლება. ნახოთ რა მოკლედ, როგორ იქნება მთავარია გამოხმაურება იყოს ამ ანიმეს სამყაროს ვიდეოებზე დიდი. ეს ვიდეოს დასასრულს მიუახლოვდა. ცოტა ტექნიკური პრობლემების გამო შემაგვიანდა ამ ვიდეოს დადება, მაგრამ თქვენ მაინც მიარტყით ლაიქებს და გამოწერის ღილაკს, რადგან 500 ლაიქზე როგორც შეგვირდით, გადავიღებთ დოუმას სრულ განხილვის ვიდეოს. მიმები დაპოსტეთ ჩვენს Facebook-ის ჯგუფ ჩიტაური არმიაში, რათა გქონდეთ შანსი ვიდეოში მოხვედრისა. ისე მართლა შემდეგი ვიდეო შედარებით განსხვავებული თემატიკისა იქნება და ყურადღებით იყავით. ახლა კი მომავალ შეხვედრამდე.